და ჩემს რა პასუხი გავს იქ რომ მივა მე ა და პლატონი ჩილებს უზრდით ბატონო 5 რომ გოგოს გავათხოვებთ როგორმე სალიბიჭი მარტო გათხოვება ხო არა ბავშვებს ჭამა უნდა ზეთი უნდა ლობიო უნდა მარილი უნდა ჭაცმა უნდა შენ რო ახლა მამულებს უბლია რა მაგაზე ყაზახებს ვამუშავებ და იგივე მოსავალი მომდედა როგორც ახლა და ორ ოჯახს ვინახავდი მე ხო და ბატონმა გიორგი იმდენი რაღაც სიახლე შემოიტანა ძალიან საინტერესო იყო ამაზე მუშაობა და რთულიც იმიტომ რომ როცა კლდიაშვილს თამაშობ ცოტა სიფაქიზეც უნდა ცოტა ზედმეტიც არ შეიძლება მაინც კლასიკაა და ფიქრობ ბატონმა გიორგიმ და ჩვენც ნორმალურად გავარდვით ამას თავი და ძალიან საინტერესოდ წარიმართა ყველაფერი. ხონებულ დედაშენს 4 თალი დაუპირავე რომ იმ თითებით არ ეტიტყდა ის რომ ხო რომ არის რავა სხვა დრო იყო თუ როგორ სხვა დრო იყო აბა რა უყურებთ შენ ამას ბატონო რავი მაყურებელს ძალიან მოსწონს ძალიან ყვაყოფილია და ყველა ელოდება იმ სტანდარტულ რაღაც ჩარჩოებზე გიორგიმ გამოიყვანა ეს ჩარჩოებიდან და ესე ვთქვათ ახალი ელფერი შეძინა ამ სპექტაკლს. ახლა შენ იცი რომ შემოვა ასე მამა შენი ჭირიმე შენ გინაცვალე ხო სოს მე იყვან თქვა და რაც გინდა მთხოვე თქვა ვიცი ელფერი და გინდა ალექსი გინდა მაგრამ რამენაირად თქვა ცოტა მეითმინე თქვა ცოტა მეითმინე თქვა მე თქვა როგორ უთხრე ეს მითხრა რა ფერ ბატონო და ოჯახის უფროსი მძანდები და კი ცოლს მელანოს გარკვეული ზემოქმედება აქვს პლატონზე თავარ სიტყვას მაინც პლატონი ამბობს მაგრამ მიმართულებას მელანო აძლევს კი ეს ალბათ რადგან ესე დაინახეთ ესე იგი ესე ჩანს შვილო მე ხო ნამეტანი ჯაფა გადგია შენ ამ ოჯახში და ერთი დამხმარე ქალი კი მოგიხდება ეცა მელანოს ჯაფას რას დაეცებ შენ რას ქვია რას დავეძებ ჩემო პლატონ მელანო ჩემი შვილი არ არის თუ რავა ახლა გახდა შენი შვილი ხო მიგვიშვი ჩვენ და მივხედავთ ჩვენ მისმილე კაცო ნამეტანი ჯაფა გია მელანო ჩვენ ოჯახი და მივხედავთ ხო ჩვენ ქართულია ჩვენია მაინც და ყოველთვის სულთან ახლოს არის თან მithumetes პლატონი ისეთ სახეებს უთამაშიათ ცოტა გამბედაობაც უნდა მაგრამ ხო თუ არ გაითავისეს თუ არ შეიყვარე პლატონი მაშინ ცოტა რთულია თამაში არ გამოვა პლატონი ან უნდა იყო ან არ უნდა იყო რა ვიცი მე ესე ვფიქრობ უნდა გიყვარდეს თვითონ პერსონაჟი უნდა შეიყვარო ალბათ ამბობენ ყველაფერი ეს მისოდა დევიჯი რომ გეიგონე ახლა რაც ხდებოდა ა მართლა ადამიანებს ჩვენ ყოველთვის გვჭირდება რწმენა. როდესაც რაღაცა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, მერე ვიწყებთ უკვე ძიებას ვის მიმართ და ვის შევშივლოთ და პლატონ სამანიშვილის შემთხვევაც ასეთი არის ზუსტად, რომ მას ეხლა იმდენად ჭირდება რაღაც მეტაფიზიკური ძალა, რომელიც დაეხმარება იმაში, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს და ეს დაბრკოლება გადალახოს და ეს ერთადერთი არა ღმერთი, რომელიც გვწამს, მაგრამ არ ვიცნობ საერთოდ. უბრალოდ გვწამს, ვიცით რომ უნდა გვწამდეს. იმიტომ რომ ასე შთაგვაგონეს. მე იყვანო ცოლი თქვა. ისიც ვთხარი. ორ ნაკმარები და უშვილო დედაკაცი. არ გამოვა ეგამა. მერე იკადრებს მაგისთან რა, ორ ნაკმარები უშვილო, რაღაცნაირი კაცია, ვერ გოგო, რა ესე გაფლენ. იკადრებს. ჰა? როგორ არ იკადრებს?
ესე იგი იკადრებს. წეხან ამაში წყალი ერთგა? პლატონ სამანიშვილი ღმერთის გაცნობას იწყებს ნელ-ნელა ეტაპობრივად, ხო? და შემდეგ განრისხდება ის ღმერთზე. ძალიან გაბრაზდება ღმერთზე ძალიან. იმიტომ რომ პლატონ სამანიშვილი მსხვერპლია, ცოდვაა ის ჩემთვის. მე ის ძალიან შემეცო და ძალიან ემპათიური ვარ მის მიმართ ახლაც, იმიტომ რომ კაცი რომელსაც არაფერი დაუშავებია და უნდა მხოლოდ ერთი რამ რომ არ მოხდეს ის ეშინია, სხვა არაფერი. გინდა? უიეშმახს. პლატონ. უიეშმახს. პლატონ ძმაო. ოცი იაკედა. უიეშმახს. შენთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს, ჩემო პლატონ. ერთი თხრის გული 9 ძმამდე იყო და შენ არი ვერ გავიყევით. შენია, ჩემია. კარგად დაიმახსოვრე, პლატონ. კარგად დაიმახსოვრე თქვა პლატონ. გენიალური სამანიშვილის დედინაცვალები არსებობს ორი განსაკუთრებით. ერთი ჩემი თვალით მაქვს ნანახი ბატონი გოგი მარგველაშვილის თავისუფალ თეატრში და ძალიან მაგარი სპექტაკლია. და მე ვამბობდი რომ თუ ამას დავდგამ, მაშინ უნდა მქონდეს რაღაც ჩემი, რაღაც მაყურებელ მოსულს იგივე არ უნდა დაახვედრო. ძალიან რთულია, ხო? ამ ხელა რეჟისორების შემდეგ გეყოს გამბედაობა და გააკეთო შენ თვითონ. და ეს იყო ზუსტად ინსპირაცია. აი რამაც გადამაწყვეტია დაგმოთ არ დაბადებული ძმის გამოჩენა სპექტაკლში. ეს გიორგის ჩანაფიქრი იყო, რომ ძმის ეს მოლოდინი და ძმის შიშიც, კვალიც რაღაცა სულ თან დაძდევს და სულ მთელი სპექტაკლის განმავლობაში სულ პლატონთან არის და სულ ელანდება და თან ეშინია, თან ეს გიორგის ჩანაფიქრი იყო და სხვათა შორის გაამართლა. თვითონ ჩემთვისაც სამუშაოდაც კარგი იყო და საინტერესო. პლატონ. აი, რა მეძინა რა და დავიღუპეთ შეკაცო. ამო არ ეძინა მას აქ ამ დროს. ეს არ იყო სიზმარი მისთვის. ეს იყო მოახლოებული რეალობა. რადგანაც პლატონ სამანიშვილი ნელ-ნელა ხვდება, რომ ძალიან ჯანმრთელი არის ეს ორი ადამიანი. მოუხედი მამას, ნანახი ბაბუას უკანში. რადა დღესდილით ბაბუასთან ვიყავ. თოფის გასაწმენდა. მე ბებია შემევიდა. მამა ბებიას მოწელი ეზრდა. რა გოდია? ჰა? აგოდია. ამ ბავშვებშიც როგორ აქვთ ეს რომ მათაც იციან რომ ეს არ უნდა მოხდეს. ერთადერთი რაც არ უნდა მოხდეს ამ სახლში არის რომ არ უნდა დაფერღძინდეს ეს ქალი. და არის კიდე ძალიან დიდი შურის მომენტი, რომ ბეკინა და ელენე ბევრად ბედნიერები არიან თანაცხოვრებაში, ვიდრე პლატონი და ის არა ხო მელანი. ისინი უყურებენ ორ ბედნიერ ადამიანს, რომლებიც მოხუცებულები არიან და გადასაგდები თითქოს. უკვე უნდა დასრულდეს ცხოვრება, სადამდე იქნებიან და უცებ ეს შოკის მომგვრელი რაღაც ხდება მათ ცხოვრებაში, მათ თვალს რომ ისინი ბედნიერები არიან, ამას ვეღარ ეგუებიან უკვე როგორ და შვილი ნაყოფი. ფიქრობ ბედნიერების შედეგია ეს, ბედნიერების რაღაცა სიმბოლო არის, ნაყოფი რომელიც არ შეიძლება დაიბადოს აქ ამ სახლში, კი არა, არ შეიძლება არ დაიბადოს ამ სახლში შვილი. ბეკინა ამტკიცებს, რომ მე არ ვარ გვამი, მე არ ვარ გადაგდებული კაცი, მე შემიძლია ბედნიერი ვიყო იმ ასაკში, რომელშიც ეხლა ვარ.
და ჩვენ საზოგადოება მეც და აბსოლუტურად ყველა ხედავთ მას როგორ არა აღარაა დრო და ის წინააღმდეგობაში რატო დამიმტკიცეთ რატო არაა დრო იმისა რომ მე ვიყო ბედნიერი და მიყვარდეს სანამ ცოცხალი ვარ სანამ არ მომკვდარ ვარ ხო ესაა გადათქვი ცოლის თხოვნა და რაც გინდა ის გთხოვე მე და მელანი შეგვიბრალე რა იქ შენჯი ადამიანმა მარტო თავის თავზე არ უნდა იფიქროსო ნათქვამია აბა ბატონო დროც კი აღარა შენ ცოლის თხოვნა რაიო დაბძანდი აგერ ბუხართან რა ვარ შენ სიდარბაისლე შეეფერება და მოგემსახურები მაწილო შენის თან ახალგაზრდებს კიდევ ბევრ სხვა ჯობებს მე გარეგნობით ჩაცმლობი და ვაშკაცობიდაც დაანებეთ თავი თქვენ ასეთ ლაპარაკს როდესაც გამდა ბატონი გიორგი სამანიშვილის დედინაცვალს ეხლა მე ბავშვობაში მახსოვს ბატონი გოგის სამანიშვილის დედინაცვალი და აი აბსოლუტურად რა თქმა უნდა გათანამედროვებული მაგრამ აბსოლუტურად სულ სხვა სამანიშვილის დედინაცვალი და სიმართლე გითხრა იმდენად კომფორტულად გრძნობდი თავს და ელენე თვითონ აი ხასიათითაც კიდევ ხედავ უფრო სახასიათო წამოვიყვანე ელენე ხوارი ხა სხვა ელენე თქვა სხვანაირად ითამაშებდა აი მე მარინა დარასელემს სხვა ელენე ვითამაშე და შინაგანად რა თქმა უნდა ელენე როგორი აი ტრაგიკომედიას უფრო დავარქმევდი ამას იმიტომ რომ ქალი რომელიც აი როგორც საგანი კი არ კითხებიან ქალს შენ გინდა თუ არ გინდა მაგრამ ტრაგედია ის არის რომ ამას ვერ ეუბნება ჩემი ვარაუდით მაგრამ ამავე დროს საინტერესოა რომ შინაგანად ქალს მაინც გათხოვება უნდა მე ასე მგონია ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ალბათ ზოგი ქალი ორ ნაქვარებია და უშვილო ალბათ ვერ ამის გამო ხელი არ უნდა არ ვარ ჩვენ სამანიშვილები ფულზე დაწუწებული არც საკვიროს თხოვნას ვაპირებთ ლატო მომისმენეთ ზოგი ქალი ერთხელ გათხოვებასაც ვერ ახერხებს და ჩემზე რომ დაიგებე მესამე გათხოვდაო თუნდაც ხარი არ გრამომახო ოჯახში უბედურება შემოგიდა ელენე წავიყვანე სულ სხვა ხაზით შინაგანად რა დროს ჩემი გათხოვებაა მამიდა და ამ დროს პირჯვარს იწერს და ქალს შინაგანად სახე ეცვლება შენ გონი არ უხარეა უხარეა რომ ის კრიტით მამაკაცი იქნება მაგრამ მამაკაცი სწორი გაგებით რომ ამბობ რა რომ მას პატრონი ეყოლება მე ასე მგონია მოგძანდი აქეთ ხალბატონო ხო იდი ნახე აქეთ მეიშო ვიანი მეიშოროს ვიანია თქვა ხო და მე მიხედა მაგას რამე რა დამართ ელენე დაგხოცოთ ყველას მე თქვენ ალბათ ამ ქალს ეშინია შვილების ქუჩაში დარჩენის შვილებს ეზრუნავს მაგრამ და ყველაფერი უნდა შვილებისთვის როგორც არის ხოლმე ხო ხდება ალბათ მე ვფიქრობ რომ გქონდეთ ფუფუნებაში რომ იყვნენ ალბათ ეს ასე არ გამწარდებოდა მოგება გოგო დეიდადეს პატონ ხო მოდი დაჭიქი შენ აქ ან ფეხი წამოკრას მომის ჩემო პატონ ან იქნებ უხეი რო ჭამოსრალი ჩემო პატონ შენ არის ვერ მოპატონ ასეც ხდება თითქოს თავიდან ყველაფერი კარგად მიდის მე რამცები რაღაც უხეილო შეხვდებით საჭმელში და უცელიც მეეშლება თობა დეილოცა წმინდა გიების ზარი იმას შენზე კარგად იცის ვინ და როდის უნდა დასაჯოს ჩემოგვარი შენ მაგაზი არ უნერვიული მელანოს ქმრის მსგავსად აშინებს ქონების თანამოზიარის გაჩენა პლატონთან ერთად ყველა ღონეს მიმართავს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად
კითხავიც კი მოჰყავს რჩევის საკითხავად. ბოლოს სასოწარკვეთილი საბედისწერო ნაბიჯსაც კითხავს. ალბათ აფექტურ მდგომარეობაში ალბათ. შეიძლება რომ დაფიქრებ, არის რომ თვითას მოიფიქრა, თვითას გადაწყვეტა. ალბათ რო ეფიქრა, შეიძლება არ წასულიყო ამაზე. არ ვიცი. როდესაც მე კლდიაშვილს ვეხები და მეკითხები ან თუ რა მაქვს სათქმელი. მე ყოველთვის ვცემ პასუხს. სადამდე მიყავს სოციალური მდგომარეობა ადამიანი. და როდესაც ამ კითხვას ვსვავ საკუთარ თავთან, მაშინ ზუსტად შესაძლებელია რომ ძალმა მოწამლოს ეს თავისი დედამთილი. იმისათვის რომ შვილი არ გაუჩნდეს, მოზიარი არ გაუჩნდეს, მაგრამ აქ კიდე უფრო რთულადაა საქმე და უფრო ღრმად, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ მოზიარის გაჩენა არის პრობლემა. აქ არის კადრებაზე უბრალოდ. სადამდე მიდის პერსონაჟი, ადამიანი, სადამდე შეუძლია, რომ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მას აშინებს, არ მოხდეს ამისთვის რისი გამკეთებელია. ოჯახის წევრების მტრობა გოგია ვინმეს? მიერთით, მამა. იცოცხლეში. ბატონ. არ ვიცი. ამბოხდა. ამის გამო უნდა გამიხეთქო გული? ბეკინა დედა გამომოხდა. გადმოაყურდა დედა. ბეკინა. გადმოაყურდა დედა. გასროლის ხმა და იქ ბავშვი მიმინოს კლავს, აქაც არ არის ტყუილა ეს. იმიტომ რომ თავიდან ბეკინა სამანიშვილი ზუსტად მიმინოს მოთვინიერებაზე ლაპარაკობს და ითვლის ამ მიმინოებს. და ეს მიმინოს სიკვდილი შემთთვის არის მეტაფორა. მეტაფორა იმისა, რომ მოკვდა ის ოჯახის ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ბეკინა სამანიშვილი თავს იწონებდა. აი ზუსტად ამის შემდეგ ხდება ამ ბავშვის მოწამლა, რომელიც დედამთილისთვის განსაზღვრულ საკვებს თვითონ შეჭამს. არ მინდა აი ეს კონფლიქტია, რაც საინტერესო არის ამ პროზაში, ხო, პროზა არის, შემდეგ ბატონმა ალექსანდრემ გახადა ეს დრამატული ნაწარმოები. აი ეს კონფლიქტი, რომ ერთი მხარე ამბობს, რომ მე არ ვარ მკვდარი და რატო უნდა ვიყო ცოცხალი, მეორე მხარე ამბობს, რომ შენ არ ხარ მკვდარი, მაგრამ ბუნების კანონის მიხედვით შენ ვერ იცოცხლებ იმდენ ხანს, რამდენი ხანით მე. იმიტომ რომ ეს კლასიკა არის ესეთი, ხო, ბრუნოს. აქედან გამომდინარე ეს არსებული კონფლიქტი ამ ორ ადამიანს, ეს ორი ადამიანი მიყავს ადამიანი, რომ თავის ხელით ჩააწვინა კუბოში. თავის ხელით არ ვერაპატია. მე ბოლოს არის იქ, რომ ეს თხილი ეს მამას ეკუთვნის და არა ამ ბავშვს, არა ამ ქალს, რომელმისთვის ყოველთვის არასაინტერესო იქნებოდა და საფრთხის შემცველი და შემდეგ ცხოვრებაში. დედა წამა. ელენე ეგ თხილი საზიაროა. ნახევარს თქვენ დაკრიფავთ, ნახევარს ჩვენ. ეს მამის მიმართ იყო, რომ ეს თხილი საზიაროა. ნახევარი თქვენი იქნება, ნახევარი ჩვენი. მაგრამ ხომ ეხუტება ბოლოს ბავშვს. ეს ბავშვი არის, კი, რომელიც ვერ მიხვდა სად არის კაცი, აი მამა სად არის. იმიტომ რომ ბავშვი ჭირდება მამა გვერდით, ბავშვი ჭირდება კაცი გვერდით ოჯახში და ეს ეხუტება ხო ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვერ გაგცემ თავად პასუხს რა ხდება აქ, როდესაც ეხუტება. ეს არის მოსული რაღაცა ჩემთან
რომ უნდა გამეკეთებიო და გავაკეთე და მორჩა. ამაზე ვერ ვილაპარაკებ, რატო ეხუტება. თუმცა არის ხო იქ რაღაც ძმები ეხუტებიან ერთმანეთს. მიიღო როგორც ძმა. მაგრამ მამას ვერ აპატია სიცოცხლეში და თავის ხელით ჩააწვინა კუბოში. გეიგონე დარიკო. თხილის აზია რო გქონია. სრული მამულით თავი ძლივს გაგქონდა და ახლა ქონების გაყოფა მომიდომე, გავიწყდება მე მგონი პლატონ სამანიშვილო რომ სამი ბიჭი ყავს, სამი! მეზობლები არ გამომიტიო ბატონო, მეზობლებმა რა დაგიშალა ბატონო, დაურიგე მეზობლებს! დაურიგე! დარიკო! წაიღე ადიდა! ეს მოვლენები რაც ვფიქრობ რომ იმის გამო რომ მოვიფიქრე და შემდეგ გამოხორციელე სცენაზე კონფლიქტის ხაზს მხოლოდ აძლიერებს ჩემთვის და ხდის უფრო ტრაგიკულს თვითონ ამბავს. ამიტომაც ეს კლდიაშვილს რა თქმა უნდა არ უწერია და კლდიაშვილს ბევრი რამ არ უწერია რაც ამ სპექტაკლშია, მაგრამ ვფიქრობ რომ კლდიაშვილთან თანხვედრაში ვარ. და მას ეს არ არის სიამაყე ან ტრაბახი, საერთოდ არა. ეს არის უბრალოდ ის მოწიწება, რაც მე მის მიმართ გამაჩნია ამ დრამატურგის მიმართ. რადგანაც რო დავდგა 1000 დრამატურგი, მე მაინც ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის მენატრება კლდიაშვილი. კლდიაშვილის პერსონაჟებს ცხოვრება გარდამავალ პერიოდში უწევთ. იმ დროს ფეოდალიზმი კაპიტალიზმით იცვლებოდა. დღევანდელი საზოგადოებაც გარდამავალ ეპოქაში ცხოვრობს. ჩვენ სოციალიზმიდან გადავდივართ კაპიტალიზმზე. ეს ძირეული ცვლილება მაშინაც და ახლაც არ ამდგრადობას. გაურკვევლობა ხვალინდელი დღის შიშს იწვევს. ცვლილება ეხება ცხოვრების წესს, ფასეულობებს, ღირებულებებს. ის რაც ძვალრბილში იყო გამჯდარი დღეს აღარ მოქმედებს. საჭიროა ახლის მიღება და მასთან შეგუება. ეს პროცესი მტკივნეულია, წინააღმდეგობებით და კონფლიქტებით სავსე. კლდიაშვილის ეპოქა და თანამედროვეობა ამ კუთხით ერთმანეთის მსგავსია. შესაბამისად, პრობლემები, მასთან ბრძოლის და გადაჭრის გზებიც ერთნაირია. ალბათ ამიტომ არის დღეს ქართველი კლასიკოსის ნაწარმოებები ასეთი თანამედროვე და აქტუალური. საიქიო აღარ არსებობს. ადრე შეიძლება იყო კიდე, მაგრამ ახლა სხვა დრო.